მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. წელს სამცხე ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელების ორი ფაქტი გამოვლინდა. ერთი ახალციხეში და ერთი ასპინძაში. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიები და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები გვიდასტურებენ. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი პირი უკვე გამოჯამრთელდა, ხოლო მეორე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას. როგორც კლინიკის დირექტორი მარინა ეზუმბაია გვეუბნება, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადება აღარ პროგრესირებს და სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაწერენ. მისივე თქმით, წელს მათ კლინიკაში ყირიმ-კონგოს ცხელებით ორი ადამიანი მკურნალობდა. სამცხე ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან და მერიებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ადიგენში ყირიმ-კონგოს ცხელება 17 პირს დაუდასტურდა, ახალციხეში 7 პირს, ასპინძაში კი 3-ს. რაც შეეხება ბორჯომს, ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს, აქ 2024 წელს ყირიმ-კონგოს ცხელება არ გამოვლენილა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, რომ 5 პირს, რომელსაც წითელას ვირუსი ჰქონდათ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სახლში გაწერეს. ორი პირი, რომელიც საეჭვო იყო, ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ არის. სალმონელა 27,000 კილოგრამ გაყინულ ქათამში და საჭმელისთვის უვარგისი ტკბილი კარტოფილის 70%. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი პროდუქცია უვარგისი აღმოჩნდა და რომლის ნაწილი ადგილზე გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფიზიკური შემოწმების დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, ხოლო 27,000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა გამოვლინდა. რა ღონისძიებები გაიმართება და რომელ მუნიციპალიტეტებში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ქართული ოცნების მთავრობამ ამ დღეს აღსანიშნავად მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით ახალციხეში შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი: სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკის გამოფენა საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იგეგმება ღვინის ფესტივალის გამართვა, წიგნების გამოფენა გაყიდვა, ხალხური რეწვის, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სპორტული ღონისძიებები, თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების კონცერტი და სხვა აქტივობები. რა თანხის დახარჯვა იგეგმება ღონისძიებისთვის, უწყებაში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook და web გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.